ისევ შეფასებების თემაა საბოტაჟის საქმე და 8 ოპოზიციონერის დაკავება. გამოხმაურებები არ წყდება იმ ფარულ ჩანაწერზეც, რომელიც ტელეკომპანია იმედმა 2 დღის წინ გაავრცელა. აღნიშნულ ჩანაწერში სავარაუდოდ დროას ლიდერი ელენე ხოშტარია და გირჩი მეტი თავისუფლების დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე უცხოელებისგან მიღებულ დავალებებზე, მათ შორის სამხედრო შინაარსის ინფორმაციის გადაცემაზე საუბრობენ. აღნიშნულ ჩანაწერში ჯაფარიძე ირანულ დრონებსაც ახსენებს. ვისმენ პარანოიულ ბოდვებს, ზღაპრებს და ბატონი ბიძინას რაღაც სასურველ კონსპიროლოგიურ შეთქმულების თეორიებს. არავის არ უნახავს არა ის სამხილი, არც შემხებლობა, მე შემიძლია ვთქვა ხაზარიძეს და ჯაფარიძეს. არც ერთ ამ შესაძლო ბრალთან არ ქონიათ. მე არ ვიცი ვინ ვის რა ინფორმაცია მიაწოდა, მე ვიცი ის რომ ჩვენ პირადად არასოდეს არ გვიწოდებია არანაირი გამორჩეული ინფორმაცია. ღია წყაროს პრინციპით მუშაობა არის სრულიად თავსებადი სიტყვის თავისუფლებასთან. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2025 წელია და Google არსებობს, საელჩოები არსებობენ, არასამთავრობო სექტორი არსებობს და ასალონ პარტნიორმა იციან ძალიან კარგად ის ყველაფერი, რაც ხდება აქ. შეიძლება ადამიანი დაიჭირო იმ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რაც საჯაროდ ცნობილია. შეიძლება მცდარი ინფორმაცია იყოს, მაგალითად, რასაც ტელევიზორში ყვებოდნენ ჟურნალისტები ამბობდნენ და მიუხედავად იმისა, სიმართლე აღმოჩნდა ტყუილი, რომ ეს პოლიტიკოს, ერთ პოლიტიკოს, მეორე პოლიტიკოს, სხვა ქვეყნის პოლიტიკოსს ეთქვა, ეს უბრალოდ არაფერს შეაწერია, რომ ეს დანაშაულს საერთოდ გამოცხადეს. არათუ ციხეთი არ უნდა ისჭებოდეს, აი დანაშაულის კი არის. შეიძლება იყოს ცუდის აქციელი, რომ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობა აგოს ვიღაცამ, შეიძლება რაღაცა გავაკრიტიკოთ, გავლანძღოთ. კიდეც მიზანი არის ის, რომ ეს ხალხის სამშობლოს მოღალატებად გამოაცხადო, ასე სტიგმატიზაცია გააკეთო და მე პოლიტიკურ ოპონენტებად კი არ გამოაცხადო, რომ მოღალატებად. ხოშტარია ჯაფარიძის ეს ჩანაწერი არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ერთსაც და მეორესაც არაერთხელ ვთქვამთ, საჯაროდ, რომ ისინი მტრობენ საკუთარ ქვეყანას. მტრობენ იმ თვალსაზრისით, რომ უცხოურ ძალებს პირდაპირ ესაუბრებიან, რომ მთავარია მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში და სუვერენიტეტი საქართველოსი გადაეცემა ბრიუსელს თუ ვაშინგტონს მნიშვნელობა არ აქვს, ომი იქნება საქართველოში თუ მშვიდობა მნიშვნელობა არ აქვს, ტრადიციები იქნება თუ LGBT პროპაგანდა მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ისეთი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე სხვა ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებდნენ საქართველოში, არიან არაერთი. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ეწეოდნენ სახელმწიფო საბოტაჟს, ეწეოდნენ პროპაგანდას იმისას, რომ საქართველოში დაწყებული იყო სამოქალაქო არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება, ამისთვის ისინი საკმაოდ კარგად ფინანსდებოდნენ გარედან და იყვნენ მხარდაჭერილი გარედან, გარე აქტორებისგან. შესაბამისად, მათ მოუწევთ ამისთვის პასუხისმგება. ეს ჩანაწერები ამტკიცებს იმას, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ კონკრეტული დავალებები მიცემული, შეეგროვებინათ კონკრეტული ინფორმაციები ქვეყნის ასე ვთქვათ სხვადასხვა ინსტიტუციებიდან, ის იქნება თავდაცვა, უსაფრთხოება თუ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ასე ვთქვათ არაკეთილმოსურნე გარე ძალებისთვის იყო საინტერესო და ეს ადამიანები ასრულებდნენ ჩვეულებრივად აგენტურულ საქმიანობას.